მიპასუხე მერტ. გთხოვ მიპასუხე. არ პასუხობს. ალბათ ჩაეძინა, ნუ ღელავ. არა, ამდენ ხანს უნდა მოსულიყო. მითხრე შხაპს მივიღებ და მოვალო. ტელეფონს არ პასუხობს. რამე ხომ არ შეემთხვა. არ ვიცი რა ვიფიქრე, მეშინია, ჩემო ძმამ რამე არ დაუშავოს. ისევ ცუდზე ფიქრობ. ხომ მითხარი დამპირდა არაფერს დაუშავებო. მითხრა, მაგრამ ცუდი წინათ გრძნობა მაქვს, არ მაღან. აფორიეკებული ვარ. ხის გულისათვის დამშვიდდი, დაწყნარდი. ახლავე გავარკვევ რა ხდება. ვის ურეკავ? ძმა გულჯემალს. არ პასუხობს? ვეფას დაურეკოთ. სულ ტყუილად რეკავ. ვეფაც არ გიპასუხებს. დედა გარას დავურეკავ. ის მეტყვის რა ხდება. ღვთის გულისათვის პანიკაში ნუ ჩავარდები. ხელებს ნუ ამოძრავებ. მოიცადე, მე დაურეკავ. არ მაღანი. რა ვქნა? გულენდამმა დაარეკინა. რა ვუთხრა? ალო, არ მაღან. გამარჯობა. მერტს ვერ დავუკავშირდით. გულენდამი მერტის გამო ძალიან წუხს, ამიტომ გირეკავთ. მერთი სახლშია. სახლში ყოფილა, სულ ტყუილად ჩავარდი პანიკაში. ტელეფონს რატომ არ პასუხობს? გითხე, სად არის? გთხოვთ იქნებ გადასცეთ, რომ გულენდამს დაურეკოს. ძალიან ნერვიულობს. არ მაღან. გულენდამთან არაფერი შეიმჩნია. მერთი ტელეფონს ვერ უპასუხებს. გულჯემალმა რაღაც დაუშავა. გასაგებია, ზძინავს. რა ხდება? დაიძინა. კარგი, რადგან ზძინავს, რა პრობლემაა? პანიკაში სულ ტყუილად ჩავარდით. გულენდამს არაფერი უთხრა. მაგრამ აქ კარგი არაფერი ხდება. არ გააღვიძონ ეძინოს. დაისვენოს. არ გააღვიძოთ, როდესაც გაიღვიძებს, გადაეცით, რომ გულენდამს დაურეკოს. სულ ეს არის. გმადლობთ. გმადლობთ. კარგი. ჩაზდინებია. მთელი დღე აქ იყო და დაიღალა. ხომ გეუბნებოდი, სულ ტყუილად ნერვიულობდი. კაცს ჩაზდინებია. თავს სულ ტყუილად იტანჯავ. რა ვქნა, არ მაღან. პანიკაში ვარ. დამშვიდდი და ისვენე, კარგი? მე საპირფარეშოში გავალ. კარგი. მთელი გზა ხმა არ მოგიღია. ახლა მთელი საღამო უნდა მიბღვირო? დიახ, გიბღვერ, მამა. სხვაგვარად არ შემიძლია. რა სიზამ? ჩემზეც უარ სიტყვი? ისე ნუ იქცევი, თითქოს უმიზეზოდ გითხარი. ხომ დაინახე როგორ მოიქცა? რამდენჯერ ვუთხარი ამას, ნუ იზამ შვილ, თავს ნუ დაიღუპავ მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა, წავიდა და თავი გულჯემალს შეაფარა. უყვარს, რას ვიზამთ? გოგოს გულჯემალი უყვარს. სიყვარულის გამო საკუთარ ქალიშვილზე უარს ამბობ? ასე როგორ შეიძლება? მისგან ასეთ საქციელს არ ვიმსახურებდი, მასზე უარი, ამიტომაც ვთქვი. თავარი სადარდებელი ეგ არის, არა? და არა ის, რომ დევა და გულჯემალი დაქორწინდნენ. ის ფირუზე მართალი ყოფილა. კარგი რა შვილო, მე ასეთი კაცი ვარ? მიზეზი რა არის, მამა? ასეთი წინააღმდეგი რატომ ხარ? სხვა თუ არაფერი მე მაინც მითხარი. რა დროსაც არ უნდა კითხო, დუმხარ. პასუხს არ მცემ. არც ახლა მპასუხობ. ეგოისტურად იქცევი. ჩემ სიტყვებზე დაფიქრდი. დევა ეგოისტი თუ შენ? ისეც ნუ რაფერს იტყვი, რომ შემდეგ ინანო იფეკ. დევასთვის თავად არ უნდა გეთქვა ასეთი სიტყვები. დღეს შენი ქალიშვილი იქ მარტო დატოვე. ხომ იცი დღეს შენი შვილი უპატრონოდ დატოვე. გულჯემალ, კარი გააღე, გააღე. რა ჩაიდინე, კარი გააღე. რა გააკეთე? ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
რა მოხდა? რა დაუშავე? რა იყო შეგეშინდა შენი საქმროსთვის რამე არ დამეშავებინა? მას რა დაუშავე? თითი მოვაჭერი იმ ხელზე რომელი ხელითაც შეგეხო. რა? რა სისულელეს ამბობ? რას ქვია თითი მოვაჭერი? რას ამბობ? უფალი მოწმია, ძალიან ვეცადე რომ ჩემში ჩასახლებული მხეცი ჩამეკლა, მაგრამ ის თქვენ გააღვიძეთ. არა, არ მჯერა, ასე ვერ მოიქცეოდი. ნეტა ვიცოდი რისი გაკეთება შემიძლია. ფსიქოპათი ხარ. არა. მე შენთან ქორწინებაში ვერ ვიქნები. შენი ცოლი ვერ ვიქნები. შენ ფსიქოპათი ხარ. აქედან უნდა წავიდე. ვერ სადაც ვერ წახვალ. ამ კარიდან გახვალ და გაიღიმე. ყველას ეტყვი რომ ჩემ გვერდით ბედნიერი ხარ. არა, მას ვერ ვისამ. ვერავინ გაიგებს რომ ეს ქორწინება ფორმალურია. არ შემიძლია. დევა, არ შემიძლია. უკვე ვეღარ შეგიბრალებ. ჯავრს შენ საყვარელ ადამიანებზე ვიყრი. ახლა კი ჩემგან თავი შორს დაიჭირე. ღმერთო ჩემო. გისმენ არ მაღან. როგორ ხარ იფეკ? დევასგან ისმის რამე სიახლე? დევა დაოჯახებულია, მაგრამ უბედური. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. რა თქვი, დაოჯახდნენ? ხო, წასულან და დაქორწინებულან. ორივე ერთმანეთზე გიჟია. მაგრამ დევა უბედური ჩანდა არ მაღან. მამა ჩემა ზურგი აქცია. უარყო, რადგან ცოლად გულჯემალს გაყვა. მერთი სად არის? ძმა გულჯემალმა რამე დაუშავა? არა, მერთი კარგად არის. გადარჩა. დევა ცუდად გამოიყურებოდა. თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა. ვერ გავიგე გათხოვება აიძულეს? ვერ გავიგე გუშინდელს აქეთ გულჯემალისთვის რა შეიცვალა, ისეთი რა მოხდა რომ დაქორწინება გადაწყვიტა. არ მესმის. არ ვიცი. ჩვენი სადარდებელის გამო შენ სულ დამავიწყდი. შენ როგორ ხარ? სად ხარ? ვისთან რჩები? ჩემი დის გვერდით ვარ საავადმყოფოში. რაღაც უნდა გითხრა. რა მოხდა? არაფერი. ხვალ პირისპირ გეტყვი. კარგი. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. დილა მშვიდობისა ქალბატონო, როგორ ხართ? თავს ხომ კარგად გრძნობთ? ამაზე უკეთაც ყოფილ ვარ. რა ხდება? არის რამე სიახლე? ჯერჯერობით არაფერი გამიგია, თუმცა ერთი ამბავი ატეხილა, ამბობენ, გულჯემალი გაგიჟდაო. ნახოთ ჩვენი თხოვნელა ცოცხალია თუ არა. ტელეფონს უპასუხე. შენი უფროსი რეკავს. მასთან საუბარი არ მინდა. არ დაველაპარაკები. დაელაპარაკები. უპასუხოთ, გავიგოთ რა უნდა. რა? ცოცხალი ხარ? თუ ცოცხალი ხარ, ჩემ ზარს რატომ არ პასუხობ? ცოცხალი ვარ? ამას სიცოცხლე ქვია? ნუ ასვიადებ. ნუ ვაზვიადებ? შენმა ფსიქოპათმა შვილმა თითი მომაჭრა. გესმის? რა? რაც გაიგე. შენმა ფსიქოპათმა შვილმა დამიჭირა და თითი მომაჭრა. ჩემი ხმა მთელ ბურსას ესმოდა.
და იცი რატომ? შენ გამო. შენ თუ ასე მოგექცა, დევას როგორ მოექცეოდა? დევა მისი კანონიერი ცოლია. მისთვის არაფერი დაუშავებია. ბოლოს ისევ საწოდავი მერთი დაზარავდა. დამთავრდა, გესმის ჩემი? დამთავრდა. აღარასოდეს დამირეკო ზაფერფეხლივან. რადგან დამირეკავდა ენასაც მომაჭრიან. სერიოზულად გეუბნები. გულჯემალი დევაზე დაქორწინებულა. ესე იგი რაღაც გეგმა აქვს. იძულებული ვარ მისი გეგმის შესახებ გავიგო. რა იყო საწყალო კატავ? გეწყინა? ლომი ვიდღრიალებდი. კარგი, გაჩუმდი. გაჩუმდი მეთქი. რას მერჩით? რა გინდათ ჩემგან? რას მერჩით? ხმა ჩაიკმინდე. რა გინდათ? ჩემგან რა გინდათ? დაჯექი. მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ჩვენ ზურგს უკან მოქმედებდი, მერთ ეფენდი. რა იყო? შენ მიერ დაგებულ მახეში თავად გაებია რა? ამიერიდან შენი ყოველი დღე წინა დღეზე უარესი იქნება. სიკვდილს ინატრებ. ძალიან მტკივა. ძალიან მტკივა. ექიმს დაუძახე. ნუტირი. თხოვ. ცოლად გამომყვები? ქალი პირველ სიყვარულს ვერასდროს ივიწყებს. ახლა შენც მამა შენის ბედის წერას იზიარებ. წეული მციყოს ის, ვინც მამა ჩემის ბედის წერას მაზიარა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეა. ჯანან, არაფერზე იდარდო, ყველაფერი რიგზია. მამას მიხედე. ნარინი კარგად არის. მასე არ იდარდო. კარგი, ვაგოცებ. ნახვამდის. მოდი ჩემთან. დედამ კოცთან გამოგიგზავნა. დედა არ მოვა? რამდენიმე დღეში ჩამოვა. ბაბუა შენი ავად არის. დედა მასულის. დედა გარა. ხომ საყვარელო. ასე რატომ ხდება? რა? ბაბუა ავად არის. სახლში არავინ იცინის. ყველა ყვირის. ძმა გულჯემალი ბედნიერი არ არის. დევა ჩვენთან აღარ მოდის. ადრე ხომ მოდიოდა და ზღაპრებს მიყვებოდა. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ერთმანეთის მიყოლებით იმდენი რამ ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი წარსულში დარჩება. არაფერზე იდარდო. ყველაფერი კარგად იქნება. ისევ ბედნიერები ვიქნებით. ჩაი მოგიტანე. საავადმყოფოს ჩაი. ასეთ ჩაი სხვაგან ვერ დალევ. გმადლობ.
როგორ ხარ? კარგად ვარ. ისევ ადრიანად მოსულ ხარ. სიმართლე გითხრა არც წავსულ ვარ. არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე. რამე ხომ არ გინდა? მითხარი. მერც ვერ ვუკავშირდები. ჯერ არ მოსულა არა? ალბათ წინავს. დავრეკოთ და ვიგითხოთ. დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხა. ვერ გავიგე რა ხდება. რამე იცი და მიმალა? რაღაც მოხდა. დევა და გულჯემალი რა? დაქორწინებულან. რა? ჩემი ძმა იმ გოგოზე დაქორწინდა? ეს როგორ მოხდა? თითქოს არაფერი მომხდარიყო, მასე როგორ დაქორწინდა? შენ და მე ერთი როგორც დაქორწინდით, ისინიც ისე დაქორწინდნენ. ჩვენ შემთხვევაში სხვა ვითარებაა. არ გეწყინოს, მაგრამ არავითარი სხვაობა არ არის. ჩემი ძმა თუ იმ გოგოზე დაქორწინდა და ჩემს ქმარს რამე დაუშავა, არასდროს ვაპატიებ. სახლში უნდა წავიდე, მერთი უნდა ვნახო. ექიმის ნებართვის გარეშე ვერსად წავალთ. აუცილებლად უნდა წავიდე. ჯანდაბა. წავალ ექიმს და ველაპარაკები და მალე დავბრუნდები. არ მაღან მერთან უნდა წავიდე. გთხოვ ვიჩქარე. კარგი. დილამშვიდობისა. მამა? მამა აქ ხარ? ღმერთო. ინებეთ, ექიმა დაწერა მედიკამენტები როგორ უნდა მიიღოს. დიდი მადლობა. არაფერს. გისმენ იფეკ. არ მაღან ისევ საავადმყოფოში ხარ? ხო, მაგრამ ცოტა ხანში აქედან წავალთ. გულენ და მამათი ქორწინების ამბავი გაიგო. სასწრაფოდ სახლში დაბრუნება უნდა. ეშინია თავისმა ძმამ მერც რამე ხომ არ დაუშავა. გუშინ ცოცხალი იყო. თუმცა არ ვიცი დღეს ცოცხალია თუ არა. ეს რა დღეში ვართ? არ ვიცი არ მაღან. მამა სახლში არ არის, დევას ვურეკავ და არ პასუხობს. გუშინ ვიკამათეთ ალბათ, მამა ჩემზე ისევ გაბრაზდა. შენი აზრით დევასთან წავიდოდა? ცოტა ხანში ჩვენც მივალთ და გაგაგებინებ იქ რა არის სახალი. არა, თქვენ რატომ უნდა გელოდოთ? მეც სამოვალ. კარგი, იქ შევხვდებით. კარგი. ვეფა, რა ხდება შვილო? მერთის ხმაცას წუდებოდა. გულჯემალმა რა დაუშავა? შეეკითხა დევას რომელი ხელით შეეხეო. იმ ხელზე ერთი თითი მოაჭრა. რა? ღმერთო ჩემო. თანაც ისე რომ თვალი არც დაუხამხამებია. დიდი ხანია რაც მას ვიცნობ. წლებია გულჯემალი ასეთი გაცეცხლებული არ მინახავს. არც ვამტყუნებ. კაცი წყობილებიდან უმიზეზოდ არ გამოსულა. კინაღამ ჭყუიდან შეიშალა. ჩვენზე ძალიან გაბრაზებულია? ჩვენზე გაბრაზებული არ არის, ნაწყენია. ფიქრობს, რომ მას ვუღალატეთ. ჩვენ მიმართ ნდობა დაკარგა. მოხვედი შვილო. მოდი დევას დავუძახებ და ყველამ ერთად ვისაუზმოთ. ჯერ მოიცადე. ამიერიდან ამ სახლში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ძმაო, იქნებ ჯერ მოგვისმინო, გთხოვ, ჯერ მოგვისმინე და შემდეგ დაგვსაჯე. არა, ვერ გაპატიებთ. მომისმინე გულჯემალ. უნდა დაგლაპარაკებოდი. შენთვის ყველაფერი უნდა მეთქვა, მაგრამ მიზეს არ მკითხულობ, არ მაინტერესებს. თქვენი ყავით ის ორი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გენდობოდით. ზურგში დანა თქვენც ჩამარტყით. სულელად მიმიჩნიეთ. ამიერიდან საუზმეს თქვენთან ერთად აღარ მივირთმევ. ჩემს მეუღლესთან ერთად მივირთმევ. მამა სახლში არ არის, მას ევდარდობ. მაინტერესებს შენთან ხომ არ არის?
შემოდით. დილა მშვიდობის. გულჯემალი საუზმეზე გელოდება. ძალიან კარგი ამდილი წნევაც ნორმალური გაქვთ, ყველაფერი რიგზეა. გმადლობ. დაისვენეთ შუა დღის შემდეგ შემოვალ და წამლებს დაგალევინებთ. რა ხდება იბრაჰიმ? ჩემს სანახავად მოხვედი? სადაც შენ ხარ, კარგი რამ მოხდება, ზაფერ? რა ხდება? რატომ თავხედობ? ზღვარს თავად გადახვედი. თავიდანვე გაგაფრთხილე ის კაცი ახლოს არ გაგვეკაროს მეთქი. შენ დაგვპირდი, მითხარი დაგიცავთო. ჩემი ქალიშვილი ასე დაიცავი? გულჯემალს ხელში ჩაუგდე. დევას გულჯემალი შეუყვარდა. მისთვის მამობა გაგეწია და დაგიჯერებდა. წყობიდან არ გამომიყვანო ზაფერ. ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ. ახლა კი ყველაფერს იღონებ იმისათვის, რომ მათი ქორწინება გაუქმდეს. ქალიშვილი უნდა დამიბრუნო. მემუქრები? ვინ ხარ რომ მემუქრები? გონს მოდი. რა მოხდება რომ გონს არ მოვიდე? რა მოხდება რომ არ მოვიდე? ჩემს მოკულასაც შეეცდები? გაფრთხილებ თუ ამ ქორწინებას არ ჩაშლი და ჩემს ქალიშვილს უკან არ დამიბრუნებ. დევას ვეთყვი რომ მამამისი მუსტაფა ფეჰლივანია. გარდა ამისა ჩემს ქალიშვილს სიმქონების ნახევარი ეკუთვნის, რომელიც შენ სულ მიითვისე. მერწმუნე იმ ნახევარს დაგათმობინებ, გროშსაც არ შეგარჩენ. შენ საიდან იცი? ფულის შესახებ გაიგე. საკითხი დევას არ ეხება, ფული გადარდებს. ფული სულაც არ მადარდებს. ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდი. სიკვდილის წინ ფირუზემ მითხრა. მე მხოლოდ დევას ბედნიერება მადარდებს. ხომ არ გინდა რომ ის უბედური იყოს? ალბათ არ გინდა გაიგოს როგორი მატყუარაა მამამისი, რომელსაც თავადაც ენდობოდა. ნუ მე დიდგულები. ნუ მაიძულებ. მხოლოდ ეს არ არის ის საიდუმლო, რომელიც მე ვიცი. მართლა? გისმენ კიდევ რა იცი? იმას არ გააკეთებ, რაც გითხარი და მკვლელი რომ ხარ, ამის შესახებ ჯერ არმაღანი გაიგებს, შემდეგ კი მთელი ბურსა. რა სისულელეს ბოდავ? ვიცი ფირუზე როგორ მოკალი და ტბაში როგორ გადააგდე. გარდა ამისა, ამის შესახებ მხოლოდ მე არ ვიცი. ამ ფაქტს ერთი მეთევზეც შეესრო, რომელიც იმ დღეს თევზაობდა. სად არის ის მეთევზე იბრაჰიმ? ეს შენი გამოგონილი ამბავი ხომ არ არის? ქალიშვილს არ დამიბრუნებ და შენი ცოდვების შესახებ ყველა გაიგებს. მაშინ გაიგებ ის მეთევზე ვინც არის. მე გაგაფრთხილე. და გახსოვდეს მე არავისი მეშინია. იბრაჰიმ, იცი მტრობა სულტყუილად გამომიცხადე. ამ ქორწინებას ისედაც ჩავშლიდი. გონია დავუშვებ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. შენ თავიდანვე ჩემი ერთადერთი მტერი იყავი. გაფრთხილებ ჩემს ზურგს უკან რამეს მოიმოქმედებ, ან მე რამეს დამიშავებ. და არსებობს მეთევზე, რომელიც სიმართლეს ყველას მოუყვება. არ დაგავიწყდეს, ერთადერთი მოწმე მე არ ვარ. ეს დაიმახსოვრე. ამ სახლში ასე გამომკედავ? ეს ძალით უნდა ვჭამო? ასე გამომწარებ? ნახე. ვჭამ, არ მტკივა. ვჭამ, არ მტკივა. ვჭამ. ცხეული მციღავ. ცხოვრება გამიმწარე. სადმე გყავართ? ვეფა ოთახში ამიყვანე. თავს კარგად არ ვგრძნობ. გაჩვმდი.
კარგი, მე თვითონ დავჭდები. დაჯექი. დაჯექი. რას აკეთებ? როგორ იქცევი გულჯემალ? ეს რა არის? ვერ ხვდები რომ ეს სისასტიკეა. ძალადობაა. ერთ მაგიდასთან უნდა ვისხდეთ? თქვენი ტყუილი რომ არ გამჟღავნებული იყო ისედაც ხომ ერთ მაგიდასთან დასხდებოდით, არა? ამიერიდან ასე იცხოვრებთ. ერთ სახლში იცხოვრებთ, ერთ ოთახში ისხდებით. ერთ მაგიდასთან, მაგრამ ერთმანეთს ვერ შეხედავთ. მიდი შეხედე. შეხედე. უკანასკნელად შეხედე. ხედავ? იატაკს თვალს ვერ წვეთს. რადგან იცის რომ ერთხელ შემოგხედავს და თვალებს დავთხრი. მიირთვით. ორი ლუკმა მაინც შეგეჭამა. თითქოს თავად მიირთვი. ხელში არ გადამდის. როგორ გადაგივა? გულჯემალმა კარი მოგვიხურა. შენც ხომ გაიგონე? გუშინ გარახანი მიმიწოდა. გული დამიმძიმდა ვეფა. მე ალი დამიძახა. ვეფას აღარ მეძახის. ფიქრობს რომ ჩემგან ასეთ საქციელს არ იმსახურებდა. ფიქრობს რომ უღალატე. წლებია ჩემი ნამდვილი სახელი არ გამიგია. არც არაფერი უკითხავს. ისიც კი ვერ ვუთხარით რომ იძულებული გავხდით სიმართლე დაგვემალა. რა სულელი ვარ, რა იდიოტი ვარ. როგორც კი გავიგე მაშინვე რატომ არ ვუთხარი. ახლა რა მოხდა? მერთი და დევა მასთან ერთ სუფრასთან ერთად სხედან. ამიერიდან სულ ასე იქნება. ესე იგი მხოლოდ ჩვენ დავისაჯეთ. ასეა დედა. ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ დავისაჯეთ. მადლობა ღმერთს. ძმაო. გრცხვენოდეს. თითქოს არ ვიცოდე რა მდგომარეობაში? მერტ? ხელზე რა დაგემართა? ნუ გაშინია, კარგად ვარ. რა? კარგად ვარ. რა დაგემართა? თითი მოვაჭერი იმ ხელზე, რომლითაც ჩემს ცოლს შეეხო. რა? ესმე ჩავიდინე. რა? ვერ გავიგე, რა გააკეთე? რაც გაიგონე. რას ამბობ? ვერ გავიგე, რა ჩაიდინე? ეს სიმართლეა? მერტ. ეს როგორ ჩაიდინე, ძმაო? შენ ხომ დამბირდი? გულენდამ გონს მოდი. ასე როგორ მოიქეცი? ეს როგორ ჩაიდინე? შენ ხომ დამბირდი? დანაპირები შევასრულე, შენი ქმარი ცოცხალია. რას ქვია, თითი მოაჭერი? მე თავიდანვე ვუთხარი, თავიდანვე გავაფრთხილე. ვუთხარი, თავიდანვე გავაფრთხილე. ვუთხარი, ჩემი დის მიერ დაღვრილი ცრემლის გამო პასუხს სისხლით აგებ მეთქი. სამაგიერო გადავუხადე. დაისაჯა. ესე იგი დასაჯე. დიახ, ასეა. ჩემი ქმარი მხოლოდ იმიტომ დასაჯე, რომ ის შენი ცოლის ყოფილი საქმროა? შენ სოლს რა ბედიელის? ის რატომ არ დასაჯე? დამშვიდდი გულენდამ. ის არ უნდა დაისაჯოს? დამშვიდდი. ყველა მათგანი დაისჯება. მართლა? ის როგორ უნდა დასაჯო? მითხარი როგორ? ახლოს არ მოგვეკარო. არ მოგვეკარო. არ გაპატიებ. ამას არასდროს გაპატიებ. გესმის? შენ დაახარ ყავს. მორჩა. არ გაპატიებ. ამას არ გაპატიებ.
კარგი, დამშვიდდი, დაწყნარდი. მერთო გთხოვ და მეხმარა. გთხოვ გზა მაჩვენე. დევა, გზა ისედაც გამოჩნდა, სასწრაფოდ აქედან უნდა წავიდეთ. არა, რას ქვია ვერ წამოხვალ? ვერ წამოვალ, მე აქ დავრჩები. დევა, რა სისულელეს ამბობ, შოქში ხარ? არა, შოქში არ ვარ. გულენდამის რეაქციამ შემძრა. მაგრამ ახლა კარგად ვარ. არაფერი მიჭირს. გაგიჟდი, დევა, ჭკუიდან შეიშალე? ახლავე ადექი, შენი ნივთები ჩაალაგე. რა ნივთები, მეც რა სისულელეს ვამბობ, სასწრაფოდ აქედან უნდა წავიდეთ. აქედან რაც შეიძლება, მალე უნდა წავიდეთ. გესმის? დამშვიდი და წყნარდი. ეს ჩემი სახლია. გულჯემალი ჩემი ქმარია. მე მინდა რომ ამ სახლში დავრჩე. მისი ცოლი ვარ. აქ დავრჩები. დევა, გულჯემალი თუ შენი ქმარია, ჩემი უფროსი ძმაა. ნუ თუ ვერ ხედავ, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მამა შენი საშინელ დღეშია. მე რჩეხედე რა დღეში ჩააგდო. შენი აზრით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა? ეს უკვე მეტის მეტია, შენც რომ რამე დაგიშაოს? არაფერს დამიშავებს. მას ვუყვარ ვარ, გესმის? მეც მიყვარს. ის არაფერს დამიშავებს. მე აქ დავრჩები. გესმის? გრცხვენოდეს. გრცხვენოდეს. მე სხვა არაფერი შემიძლია, დევა. მართლა გავგიჟდები. ჭკუიდან შევიშლები. დაუჯერებელია. ვერ ვიჯერებ, რომ მან ჩაიდინა ეს. ეს რას ნიშნავს? თითის მოჭრა რა საქციელია? ეს როგორ ჩაიდინა? 9 თითი კიდევ მაქვს. დამშვიდდი. ჩემო სიყვარულო, თავს მოიტანჯავ. შენ გვერდით ყოფნისთვის ჩემი სასჯელი თუ ეს არის, მზად ვარ დავისაჯო გულენდამ. ეს როგორ ჩაიდინა? როგორ? ნუ თუ ჩემზე საერთოდ არ უფიქრია. არა. რომ ეფიქრა, მას არ ჩაიდენდა გულენდამ. საშინელება იყო. უკანასკნელ ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ მაინც არ შეჩერდა. შენზე ვფიქრობდი. ასე გადავრჩი. აბა რა მეკრა? ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო. ასეთ მდგომარეობაშიც კი ჩემზე ფიქრობ. ასე ვეღარ გაგრძელდება. ასე გაგრძელება არ შეიძლება. რაც გულისხმობ? აქედან უნდა წავიდეთ. არ მივცემ იმის უფლებას, რომ ასე მოგექცეს. ხომ ხედავ, ცოცხლად გაწამებს. ნაკუწებად გაქცევს. რა შეგვიძლია? უნდა წავიდეთ. მისგან შორს უნდა ვიყოთ. იქ უნდა წავიდეთ, სადაც ვერასდროს გვიპოვის. სადაც ბედნიერები ვიქნებით.